ეს სენი უმიზნოდ მყოფობა ადამიანისა. ეს არის ის საშინელი სენი, რომელიც თუ ადამიანს ჭირს და აქედან თუ არ გათავისუფლდა, არანაირი რელიგიურობა, კეთილშობილება, რაღაცა იდეები მის რა, არაფერი არ უშველის. გატკორცნილი ცეცხლოვანი ისარევით უნდა იყოს ადამიანი. მას ერთი წამი დასაკარგავით რო არა აქვს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს აი ამგვარ, ესე იგი, არაჯამრთელ გაწონასწორებულ მდგომარეობაში. შეიძლება ისეთ მდგომარეობაში მოვიდეს, როგორც ეს ლიტერატურული პერსონაჟები რომ მოვიყვანოთ, საერთოდ ცოდვა არ ჩაიდინოს ადამიანს. ესეთ ადამიანს შეიძლება ეშმაკიც კი არ ებრძოდეს, მოდი ესე ვთქვა. რა თქმა უნდა, თუ ცოტა სიკეთის სახელით ილაპარაკებს, ამ სოფელს ესეც არ მოეწონება, მაგრამ ასეა თუ ისეა, ეს არის ადამიანისათვის, როგორც მარად განვითარებადი ღვთისაკენ მარად განვითარებადი არსებისათვის კატასტროფული მდგომარეობა და ჩვენ არ უნდა გვემუქრებოდეს ეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ამას მიხვდება, განისწავლება შინაგანად, ამას კიდევ ვიმეორებ, რომ განისწავლო უბრალოდ რელიგიურობა არ არის საკმარისი. ახლა რა ვამბობთ, არ არის საკმარისი რელიგიურობა, არ არის საკმარისი. რატო არ არის? რა ვიცი თუ არა? ვიცი, საკუთარი თავიდან ვიცი. მე რა, ჩემი თავს არ ვიცნობ, არ მინახავს ჩემი თავი, რომ დროის რაღაც მონაკვეთში არსად არ მივდივარ, სხვისი გამკითხელ თვალს არ დაუნახია, ისეთი ქრისტიანები, რომლებიც არსად არ მიდიან. და ჯობია საკუთარ თავზე ვილაპარაკო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს არსებობს ეს მოცემულობა, ეს ფენომენი და ეს არის ძალიან საშიში რა. და როგორც კი ამას მიხვდები და ჩათვლი ერთ-ერთ ყველაზე საშიში რამეთ ჩვენ ცხოვრებისათვის, იმ წამსვე იწყებ ამოქმედებას, რა თქმა უნდა, ეს რთულია და შენ მოინდომებ გაარღვიო ჩაკეტილი სისტემა, რომელშიც იმყოფები. ჩაკეტილი სისტემა თავისთავად ობიექტურად ეს სამყარო ჩაკეტილია და შენს ტრანსცენდენტულობას, შენს მიღმიერობას, ღმერთიშვილობის პოტენციალს კლავს. ჩაკეტილია შენი ფსიქიკა, შენი ადამიანური ბუნება, ყველაფერი ჩაკეტილია და ამის გარღვევა იოლი არ არის. მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამის გარღვევის. ჩვენ ქრისტიანები ვარ და ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, აგერ წეგან გაკითხეთ კიდევაც პავლე მოციქულის სიტყვები და როგორც კი ამას მოინდომებ, შენი ცხოვრება გამოდის, როგორც ხშირად გვითხოვს, კომფორტის ზონიდან. და რატო იმყოფება ადამიანი ესეთ მდგომარეობაში? კომფორტულ მდგომარეობაში, საკუთარი სიმართლეც კომფორტულია. სიკეთის ქმნაც კომფორტულია. ყველაფერი კომფორტულია, თუ შენ არ მიდიხარ გარღვევას. ეს გარღვევა არის ზუსტად რთული. და როგორც კი ადამიანი ამას იწყებს, იმ წამსვე სამიზნე ხდები ეშმაკისთვის. მაშინ აღმოგაჩენს ეშმაკ. კიდე ერთი ღვთის ხატი და მსგავსი გაცოცხლებულა, კიდე ერთი აპირებს ქრისტეს უერთგულოს, კიდე ერთი აპირებს ამ ჩაკეტილობიდან გამოვიდეს, გაარღვიოს და იწყებს შენთან ბრძოლას.